მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. თურქეთთან მარცხის შემდეგ დღევანდელ შეხვედრაში ვილისანიოლმა რამდენიმე ცვლილებას მიმართა. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. დასთვის ცენტრში კი ლუკა ლოჩოშვილმა და საბა გოგლიჩიძე მითამაშეს. კაშიას გარდა სათადარიგოთა სკამზე გიორგი წიტაიშვილიც იყო. მათ ნაცვლად კი სასარტოდან თამაში ნიკა გაგნიძემ და ირაკლი აზაროვმა დაიწყეს. ბულგარეთთან გუნდს ხვიჩა კვარაცხელი ამოկაპიტნა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიხილეთ. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 30 წუთზე გახსნა. ბულგარეთთან კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს ვილისანიოლის გუნდმა სხვაობა 2-მდე გაზარდა. თავი ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 65 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა. შეხვედრის შემდეგ ცნობილმა გამოცემა სოფასკორმა ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა. გიორგი მამარდაშვილი 7.1, ოთარ კაკაბაძე 7.4, საბა გოგლიჩიძე 7.1, ლუკა ლოჩოშვილი 7, ირაკლი აზაროვი 7.7, ნიკა გაგნიძე 7.5, გიორგი ქოჩორაშვილი 7.4, ანზორ მექვაბლიშვილი 7.3, ზურიკო დავითაშვილი 7.3, გიორგი მიქაუტაძე 7.6, ხვიჩა კვარაცხელია 8.5, ვლადიმერ მამუჩაშვილი 6.8, ბუდუ ზივზივაძე 6.6, გიორგი გულიაშვილი 5.7, საბა ლობზანიძე 6.7 და ნოდარ ლომინაძე 6.9. მათის შემდგომ ორივე გუნდის თავკაცმა და ფეხბურთელებმა შეხვედრა შეაფასეს და ჯგუფში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ილიევი თამაში საქართველოზე კარგად დავიწყეთ. ვიცოდით რომ ისინი განერვიულებული იქნებოდნენ, რადგან წინა თამაში წააგეს. პირველი გოლის დროს მათ საჩუქარი გავუკეთეთ. მიუხედავად ამისა, ვიცით საქართველოს ნაკრების მაღალი ხარისხი. სამწუხაროდ ჰქონდა ინდივიდუალური შეცდომები. როდესაც ასეთ რთულ მეტოქეს ეთამაშები, ასეთი შეცდომების შემდეგ აუცილებლად დაიშჩები. ვფიქრობ, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პირველივე ტაიმში მეორე გოლი აღარ უნდა გაგვეშვა. ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ასევე დღეს არ ყავდა ის მოთამაშეები, რომლებმაც ესპანეთთან კარგად ითამაშეს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ გაგვიმართლა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულდა. ჩვენ ბრძოლას კვლავ გავაგრძელებთ. ნეტოქეს უოცავ გამარჯვებას. იმედია ყველაფერი გაუმჯობესდება. ხიზანიშვილი პირველ რიგში გილოცავთ კალათბურთელების გამარჯვებას. გილოცავთ ამ მართლაც განსაკუთრებულ დღეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, განსხვავებული თამაში ვიხილეთ. ამისთვის ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა. მათ ორ დღეში ძალები აღიდგინეს. ზუსტად გაიაზრეს რა იყო სამწვრთნელო შტაბის დავალება. მინდა გამოყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პირველ შეტევაში საოცარი ბურთი მოიგერია. ის რომ არ ვიცი ახლა რა იქნებოდა. მან თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა. გურამ კაშიას დიდ პატივს. მან არაერთხელ უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისი შეცდომა უბრალოდ ინდივიდუალური შეცდომა იყო. მისი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა არაფერს ნიშნავს. მას ეროვნული ნაკრების და ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ლომანიძეს დიდი პოტენციალი აქვს და მისი თქმა ყოფილები ვართ. გვინდა რომ თავის კლუბში თამაში გააგრძელოს და ბევრი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. კაკაბადის შეცდომების გამო ჩვენ ფეხბურთელებს არ ვაკრიტიკებთ. გოგლიჩიძეზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. როდესაც ის ეროვნულ ნაკრებში მოვიდა, ჩვენი რეაქცია იყო ვაუ. ის ძალიან სწრაფი და ძლიერია ორთაბრძოლებში. ამას ჩვენ ვარჯიშებზეც ვხედავთ. გუნდი შეიცვალა, გადავიდა უდინეზეში და ახლა ის სერიაში თამაშობს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში. საბა მომავალი წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი იქნება. გასვლის შანსები? წინ ორი რთული თამაში გველის. არ მინდა მოვლენებს გავუწყრო და ვთქვა, ვინ რამდენ გულას აიღებს. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე და არა მარტო, შანსები გვაქვს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. კვარაცხელიას კაპიტნობა?
არ აქვს მნიშვნელობა ვის ეკეთება სამკლაური. ხვიჩა ისედაც ჩვენი ნაკრების და ქვეყნის ლიდერია. სამწუხაროდ პრობლემები ისევ არსებობს და იარსებებს. თუმცა ეს პრობლემები აბსოლუტურად ყველგან არსებობს. უნდა გამოვიდეთ თამაშზე და ყველას დავანახოთ, რომ ადულად ვერავინ მოგვიგებს. დესპოდოვი. სამწუხაროა. ცუდი პაუზა გამოვიდა, რადგან ორივე თამაში წავაგეთ. მინდა ჩვენ ფანებს ბოდიში მოუხადო და დავპირდე, რომ საქმეს გამოვასწორებთ. მეტოქეს გამარჯვებას ულოცავ. ეს ნამდვილად დაიმსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ თამაშებში არ გაგვიმართლა, მოგებას მაინც არ ვიმსახურებდით. ალბათ ძალიან რთულია, როდესაც ვერ წარმოვიდგინეთ თუ დღეს ეროვნული ნაკრების ასე ვთქვათ, ჯერ არ კაპიტანი, იმიტომ რომ კაშუ არის კაპიტანი ჩვენი, მაგრამ მომისცა საშუალება რომ გუნდი დღეს მე გამიყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ, ამის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა ვიცი, ძალიან ასე ვთქვათ, საქართველოსი ძალიან და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ კალბუთელებმაც მოიგეს, ჩვენს კარგად მოვიგეთ, კარგად ვითამაშეთ, რაც მთავარია და ძალიან ბედნიერი დღეა რა და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. იმიტომ რომ წვიმაში ჩვენთან ერთად დარჩნენ, ხედავდით იქ გულშემატკივრებს, რომლებიც არც ეფარებოდნენ არაფერს, ველდებოდნენ ჩვენს გამო და ძალიან დიდი მადლობა მათ რა. მესამე გოლი მიხალუტამ დააგვირგვინა და რავი, ძალიან ბედნიერები ვართ. ჯერ კიდევ წინ ძალიან დიდი დრო არის, უნდა გავაგრძელოთ გოლების გატანა და ვიცით და იმ პასუხისმგებლობას ვიგებთ, რომ ამ გოლებით თითოეული გოლი საქართველოს ნაკრებს ეხმარებით და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პირველ ადგილზე ან მეორე ადგილზე ვინიქნება. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, იმიტომ რომ ჭირდებოდა რა თქმა უნდა მოგება, იმიტომ რომ უნდა დავაგროვოთ ქულები, მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ თითოეულ გუნდთან და არა მხოლოდ ქულები, ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც დავგეგმეთ, ის ყველაფერი გამოგვივიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. რაც შეეხება დღის დაგვირგვინებას, ალბათ უცბად რომ დავინახე იქ საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა კალათბურთში მოიგეს, რა ესე ვიყავი, ბიჭოს ვეკითხებოდი მართალი იყო თუ არა და რა ვიცი, აქედან მიულოცავ მათ, ძალიან გაგვახარეს და იმედია კიდევ წინ და წინ გავლი. კი, მიხარია თუ გუნდს დავეხმარე, თავიდან ცუდად დავიწყეთ, ცოტა შეგვიქნეს მომენტი და ცუდი იქნებოდა რომ გაგვეშვა მეორე თამაშივე სწრაფი გოლი და მიხარია რომ ავიღე და გუნდს დავეხმარე. კი, რა თქმა უნდა, კაშოს გარეშე ვითამაშეთ, პირველად ვითამაშე მგონი კაშოს გარეშე ნაკრებში, რა თქმა უნდა მისი გამოცდილება როცა გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება და მაგრამ ჩემი აზრით ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი. ახალი თაობის ლიდერი ყავდა დღეს მოენაზე კვარა სახით და ერთ-ერთი მართლაც კარგი ლიდერია კვარა. ჩემი აზრით, როცა კაშო წავა ნაკრებიდან, კვარა კარგად გააგრძელებს მის გზას, იმიტომ რომ დიდი ფიგურაა მართლაც კვარა მთელი ნაკრებისთვის და მთელი საქართველოსთვის ალბათ და ჩემთვის პირადად ალბათ ფეხბურთელებისთვისაც როცა ამხელა ფეხბურთელი ყავს ნაკრებში, ლიგა მოგებული და ყველაფერი მოგებული აქვს, ის რო ლაპარაკობს, ბევრს ნიშნავს ყველასთვის და ჩემთვისაც. სასწაული ემოცია იყო, სიტყვების რთული ამის გადმოცემა. ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე დინამოზე გავიტანე გოლი, მაგრამ ეს უმთავრესი არ იყო, უმთავრესი იყო ის, რომ თურქეთთან წაგებული თამაშის შემდეგ გამოვედით დღეს მინდორზე და მოვიგეთ 3 ქულა მოვიპოვეთ, ჩვენთვის ეს იყო უმთავრესი. გამეორებით სიმართლე რო გითხრათ, ჯერ არ მინახავს ეს გოლი, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, ადრეს გვითამაშე ერთად, ვიცით ერთმანეთის მოქმედებები და აი დარწმუნებული ვიყავი, რომ თავი იყო თამაშის გარიზოლიდან ამოსულიყავი და ვიცოდი, რომ ზური კვამპას მოვცემდა და სასიხარულოა, რომ ესე მოხდა და გავიტანე გოლი. რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ, იმიტომ რომ რაც თავი იყო და დაგეგმილი რაც ჰქონდა, მოვიგეთ ეს თამაში, ხასიათი გამოვისწორეთ. გულშემატკივრის საოცარი ატმოსფერო მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა, ცუდი ამინდი იყო, გულშემატკივრების ხარაჭერას ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში გრძნობდით. მადლობა მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ქოლმაგებს ამისთვის. ასევე გვინდა მოგილოცოთ ჩვენი საკალათბურთო ნაკრების უდიდესი წარმატება, სადაც ჩვენმა ბიჭებმა ფრანგების სენსაციურად დაამარცხეს და მეოთხედ ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ქულები აიღო. 2 ტურის შემდეგ ვილისანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღწევდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებს შორის დღეს 11 საათზე გაიმართება. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, საქართველოს ნაკრები მომდევნო 2 შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება. 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრა თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.